მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგას უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერებთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიწევთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. და იყო ესეთი თხოვნა მოწერილი, რომ ადამიანს აინტერესებდა, ვინც წმენდები ჩავატარეთ პარტნიორულ ურთიერთობებთან მიმართებაშიო, რამდენად მუშაობს ეს ყველაფერიო და დაბრუნდებიან თუ არა ჩვენი პარტნიორები. აქედან გამომდინარე, მოდით გავაკეთოთ ორი ვარიანტი იმისთვის, რომ ცოტა თქვენს მოგანდოთ რაღაც არჩევანი და თქვენი ინტუიცია რა სიტყვის. მოდით ერთი იყოს ესეთი წითელი სანთელი, მე მგონი ჩანს. და მეორე იყოს ესეთი ყვითელი სანთელი, მგონი ისე ჩანს ორივე. ანუ წითელი და ყვითელი პირველი და მეორე ვარიანტი. ესე დავდგავ, მგონი ჩანს. და ნახოთ, ესე უფრო კარგად გავჩნდა. ესე უფრო კარგად. და ნახოთ, ხო, დაბრუნდება თუ არა ის ადამიანი, ვისაც გავუკეთეთ წმენდები და რამდენად კარგად მუშაობს თქვენს მიერ დაკვეთილი, შეკვეთილი რიტუალები. იმედია ამოირჩიეთ ვარიანტი, მე დავიწყებ პირველი ვარიანტი, ვინც ერჩია წითელი სანთელი გადავდებ თითოს და ვნახოთ რამდენად კარგად მუშაობს ეს ყველაფერი. მოდით ნახოთ თქვენ ვინ ხართ, რა ენერგიებში ხართ, რომ კიდევ უფრო დაკონკრეტებულად მიხვდეთ თქვენია თუ არა. ამ ეტაპზე თქვენი სულიერი მდგომარეობა განსაკუთრებით ცოტა სიმძიმეს წარმოადგენს, თითქოს გინდათ რომ მიიღოთ რაღაცა ემოციები, დაიბრუნოთ ემოციები, მაგრამ აი რაღაცა ყველაფერი თითქოს თქვენს გარშემო ტრიალებს. ხომ რაღაც მომენტში აი თითქოს ისეთი მომენტიც არის, რომ უკვე აღარც იცით რა რომელი გზა მონახოთ, რა იპოვოთ, როგორ მიაგნოთ იმ თქვენთვის ასურვალ სიტუაციას. ხო, რაღაც მომენტში ხანდახან შეიძლება ძალიან ეჭვიანობის მომენტიც გაქვთ, ბრაზის მომენტიც გაქვთ. აი საკუთარ თავზე ბრაზის მდგომარეობაც კი გაქვთ. მოკლედ აი ესეთი არის თქვენი ენერგიები. ნახოთ ახლა როგორ მუშაობს თქვენს მიერ დაკვეთილი რიტუალი, როგორ მუშაობს. ესეთ რა არის აქ ნახეთ, მე ვერ ვიტყვი რომ ცუდად მუშაობს, აქ ფაქტურად დრო სჭირდება თითქოს რომ თავიდან დაიწყოს რაღაცა. ჯერ ნახეთ როგორი მომენტი არის. თითქოს აი ადამიანი ჯერ განთავისუფლება სჭირდება რაღაცა სიტუაციებიდან, რაღაცა სიტუაციურად უნდა გაუშვათ, შეიძლება ითქვას. ნახეთ თუ თქვენ ძალიან ესეთი მოლოდინების მომენტი გაქვთ, რომ აი ხვალევის ყველაფერი უნდა დამთავრდეს და დაბრუნდეს, ხო? გეტყვით რომ ეს მალე არ იმოქმედებს, ცოტა ესეთი დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან ნელი და მშვიდი ეტაპით და ტემპით მოქმედებს ეს რიტუალი. მესმის ისიც არის ის მომენტიც, რომ რაღაცა ემოციები მოგაკლდათ, გინდათ უფრო მეტი სიჩქარე, გინდათ უფრო მეტი მიზანმიმართულობა, გინდათ უფრო მეტად რომ მალე მიიღოთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ვიტყვი იმას, რომ აქ არის შემაფერხებელი ფაქტორებიც, მოდით ესე გეტყვით კონკრეტულად თუ თქვენ იცოდით რომ ამ ადამიანს ყავდა პარტნიორი, ნახეთ როგორი მომენტი არის, თუ თქვენ იცოდით რომ ამ ადამიანს ყავდა პარტნიორი, გეტყვით იმას რომ ამ ადამიანის მდგომარეობა უბრალოდ გაჩეხეთ თქვენ თუ ის და ამიტომაც ესე მარტივად და მალე აქ ვერ იმოქმედებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მას გაუჩინეთ არჩევანის მდგომარეობა, მას გაუჩინეთ რაღაცა ისეთი სიტუაცია, სადაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა მე ვიტყოდი რომ აქ არის შესაძლებელი რომ გაიმარჯვოთ, არის შესაძლებელი რომ ეს ყველაფერი მოხდეს, მაგრამ მე ესე ვიტყოდი რომ აქ თქვენ
არ ვიცი ვინ რა ვის როგორ, მაგრამ უფრო ესე ვიტყოდი, რომ აქ თქვენ სამართლიანად არ გაქვთ გაკეთებული, აქ არ არის პირდაპირ ვიტყვი წმენდა გაკეთებული, აქ არის ნეგატივი გაკეთებული ადამიანი მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით. ბოდიშით ვინ აირჩიეთ პირველი ვარიანტი, მაგრამ აქ აშკარად მიჩვენებს, რომ აქ ადამიანზე შესაძლებელია, რომ აქ არ ვიცი, შეცდომაში შეხვედით ან რაღაც მსგავსი იმოქმედებს, აუცილებლად იმოქმედებს ეს ადამიანი თქვენთან მოვა რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე, მაგრამ გეტყვით, რომ ეს არ არის ის, რასაც წმენდა ქვია. ეს არ არის ის, რაც სამართლიანია და რაც ადამიანის სწორი ენერგიების, ანუ ადამიანის არჩევანის პატივისცემა არ არის, მაპატიეთ. პირველი ვარიანტი ვის იყო, არ ვიცი, ძალიან მძიმე ენერგიები წამოვიდა. ჩემთვის ეს ცოტა ისეთი მომენტი არის, ბოდიში თაღელვებისთვის, მაგრამ აქ პირდაპირ გეუბნებით, რომ აქ არ არის აქ მომენტა. მაპატიეთ. მაპატიეთ, ბოდიში. მეორე ვარიანტი ვინც ერჩია, ნახოთ. ვინ ხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ? ვინ ხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ? თქვენ მეორე ვარიანტის წარმომადგენლები ვინც ყვითელი სანთელი ერჩია, არის რაღაცა ცოტა ხანი განმარტოვები, ცოტა ხანი სურვილის იმის რომ ჩამოჯდეს, მოიკრიფოს ძალები, რომ გააგრძელოს ცხოვრება, ხო? აქ არის სიბრაზე, აქაც არის რაღაცა სიბრაზე საკუთარ თავთან, აქაც არის რაღაცა გაურკვევლობა, რაღაცა ინფორმაციულობის მოპოვება თითქოს, რაღაცა მცდელობა იმის, რომ განაახლოთ, ვიცით რა, აქ უფრო განაახლოთ, მე მგონი საკუთარი ენერგიები, რაღაცა ესეთი მომენტი უფრო არის, იმიტომ რომ უკვე აღარ შეგიძლიათ გიჭირთ, გიძნელდებათ თქვენი ემოციური მდგომარეობა, ხო? აქ რაღაცნაირად თქვენ ცოტა ხანი გარიდებული ხართ, ცოტა ხანი რაღაც ესეთი საკუთარ თავთან ჩაკეტილი მდგომარეობით, სადაც საკუთარ თავზე კი ბრაზობთ, მაგრამ ამავდროულად ბრასთან ერთად ეძებთ გამოსავალს, როგორ წახვიდეთ წინ, როგორ გადადგათ სხვა ნაბიჯები, ხო, როგორ განთავისუფლდეთ აი ამ სიტუაციიდან და მდგომარეობიდან. კარგით, მოდით ნახოთ. თქვენს მიერ ჩატარებული შეკვეთილი რიტუალი წმენდასთან დაკავშირებით, პარტნიორის დაბრუნებასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობს? კი, აქ ძალიან კარგად მუშაობს, საკმაოდ ისეთი ფრთხილი მუშაობით მუშაობს, ესე შეიძლება ითქვას. და ნახეთ როგორი მომენტი არის. მუშაობს ესეც. მაგრამ აი აქ განსაკუთრებით თუ ცოლქმრის ურთიერთობის მომენტია, გეტყვით რომ განულდება ყველაფერი და დაალაგდება. არ შეგეშინდეთ, აქ არ არის აქ ისეთი სიტუაცია, რომ ვერ დაალაგდეს. აქ კი განახდება, დაალაგდება, ნამდვილად ძალიან ისეთი რთული პერიოდის მდგომარეობა არის, მაგრამ ნახეთ, გეტყვით რომ აქაც რატომღაც დრო სჭირდება, ანუ მუშაობას სჭირდება დრო.
აი აქ უფრო ვიტყოდი, რომ დაახლოებით ალბათ მინიმუმ 3-4 თვე მაინც დასჭირდება იმისთვის, რომ აქ ურთიერთობა აღდგეს. აქ კონკრეტულად იმ შემთხვევაში ვამბობ, თუ აქ კონკრეტულად ცოლქმრული ურთიერთობის მდგომარეობა იყო და ვინმე სხვა მესამე პირები იყვნენ ჩარეულები. ეს ადამიანები ჩაიხსნებიან. კი ბატონო, აქ არ არის რაღაცა განახლება მოხდება დაბალანსება სიტუაციის და შემოტრიალება მდგომარეობის. აქ არ არის ისეთი სიტუაცია, რომელიც რაღაცა როგორც პირველ ვარიანტმა ამაფორია. კი, ნამდვილად კარგად მუშაობს, ოღონდ ფრთხილად მუშაობს ძალიან. შეიძლება რაღაცას ესეთი ნელი ტემპით მუშაობდეს და თქვენ გინდოდეთ, მაგრამ ნახეთ, გააგრძელეთ თქვენი თავის გამორჩევა, გამოკვლევა და აქ დაალაგდება ყველაფერი, განულდება ყველაფერი, მოტრიალდება ისე როგორც საჭიროა და აქ ურთიერთობა აუცილებლად ახალ ეტაპზე გადავა. ახალი ენერგიებით, გექნებათ საკუთარ თავთან ჩხუბი, იმიტომ რომ ყველაფერს დრო სჭირდება და მათ შორის ამ სიტუაციასაც, როდესაც წმენდა ხდება. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, წარმატებას ცდილობ თქვენთაგანს და ბოდიშით ჩემი აღაბების დროებით.